გამარჯობა. დღეს შემოგთავაზებთ და განახებთ სახლებს, რომელიც პანამა სიტიშია, ვეძებთ ჩვენთვის სახლს, გადავდივართ ძველი სახლიდან ახალ სახლში და თან გადავიღეთ ყველა ის სახლი, რომელიც ვნახეთ. ნახავთ თუ რა ფასებია სახლებზე, როგორი სახლებია, გადავიღეთ უბნები ასევე და ბოლო სახლი, რომელიც გადავიღეთ ღირდა თვეში $22,000, ასე რომ ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება და მოგეწონებათ ეს ვიდეო. ბევრი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირს სახლის ქირაობა, პანამაში ცხოვრება და ასე შემდეგ და ეხლა მივდივართ ერთ-ერთი სახლის სანახავად, ჩვენი სახლიდან გადავდივართ და არა მარტო ეს სახლი და დანარჩენ სახლებს, რასაც ვნახავთ, ყველა სახლს განახებთ და გაგიზიარებთ ფასებს და ასე შემდეგ. შენ თუ გინდა რამის თქმა უთხრა. არა, მოკლედ ერთ კვირაში უნდა ავირჩიოთ სახლი, იმიტომ რომ ხელშეკრულება გვიმთავრდება და რამდენიმე სახლს განახებთ ამ ვიდეოში. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი გრეი, ვართ კალე 50-თან, რომელიც არის მთავარი გადამკვეთი ქუჩა ქალაქის პანამა სიტის შუაზე ყოფს მთლიანად. და დავეთვალიერეთ სახლი ჩვენს ბროკერთან ერთად და ერთი თავისებურება, რაც პანამას აქვს, არასდროს აქ სახლი არ ქირავდება ლიცენზირებული ბროკერის გარეშე. მე მგონი ახალი არის ეს კომპლექსი, ხო, რაღაც მონიკა ქვია. Hola, Monica. Სენიერი ფორია. ახლა შევდივართ სახლში, რომელიც $1,000-მდე უნდა ვიყიდეთ. რამდენი ზუსტად არ ვიცი. ¿Cuánto precio? 900, Sí. ¿Cuánto? 900. რამდენია? 900. შენ რა კარგად გესმის. ესეთი პატარა სამზარეულოა. დივანი. აქ რო ეძახიან ფრანგული აივანი. არ ვიცი, ალბათ. Un bed? Sí. ეს პატარა სახლია, რა? ესეთი ერთი საძინებელია. ახალი გარემონტებულია, ხო? ესეთი აბაზანა არის, ტუალეტი. აქვე არის გარდერობი, რაც პანამაში არც თუ ისე კარგი იდეაა, იმიტომ რომ ძალიან ნესტი არის და ობი მალე ედება ყველაფერს, ამიტომ ეგ არ არის კარგი იდეა. აქ არის კიდევ სტუმრების აბაზანი. უბრალოდ საჭირო ოთახი. რა კაი ტელევიზორი. ხო, ნუ სახლი ნათელი არის, ახალი გარემონტებულია. უბრალოდ ცხელია, ხო, ალბათ. თუ რას ფიქრობ? ხო, კონდიციონერი ორივე ოთახში არის. მაგი და სკამები არ გვაქვს. ანუ ორ კაცზე აი აქ დავჯდებით ხოლმე, ორ კაცზე მეტი არც ვართ პრინციპში. ნუ მოვიფიქროთ, ახლა ცუდი სახლი არ არის. კარგი ადგილია, კაი უბანია, ყველაფერთან ახლოს არის. დისკონტი? აქ ძალიან უნდა გაარკვიო, ყველა უბანს $60. 60 per month, uno mesa? 60. 60. 60 და AC? 60 o máximo 80, porque es un 80 apartamento dólares. chiquito. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ პატარა სახლი ახლა არის ცოტას ნაკლებს იხდია. ჩვენ უბანში ვიხდით $100 და იმის წინა უბანში ელექტროენერგიაში $300 ვიხდით, რაც ძალიან ბევრი იყო. 5 წლის რეზიდენცია არის. მე აუგუსტს და რაღაცაებსაც ვნახავთ.
კარგია, უბრალოდ აი მაქსიმუსი მეწოდება ესეთ პატარა სახლში. რა აზრი აქვს სახში დარბის თუ რა? ნუ კი დარბის ისინი. არ აქვს მაინც უნდა გავა. აი სახლია, ცუდი სახლი არ არის. თუ ჩაიყვან ხოლმე უფრო ხშირად? არა, მე არ ჩავიყვან. მე ვიყავს მაქსიმუსის სახლში. გარეთ არა რომ მეკაჩება რა. ესე იგი, მეორე სახლს იმავე корпуსში აღარ დაგათვალიერებინებთ, იმიტომ რომ ზუსტად იდენტურია, ერთადერთი ეს ნახატი არის განსხვავებული და $100-ით ძვირი იღებს, $1050 იღებს, იმიტომ რომ წინა სახლი იყო მერვე სართულზე ბინა რაც ვნახეთ და ეს არის 21 სართულზე და ის უფრო მოგვეწონა სიმართლე რომ გითხრათ, თუნდაც იმიტომ რომ აი სამზარეულო უფრო კარგ ფერებში იყო. ეხლა საერთო სივრცეებს ვნახავთ ამ корпуსის და გეტყვით ჩვენ აზრს. პანამა სიტიში ყველა корпуს, რომელიც აშენებულია ბოლო წლის მანძილზე, აქვს თავისი საერთო სივრცე, ესეც ეძახიან. როგორც არის აუზი და ძალიან კაი აუზია. კი, ნორმალური, პატარაა ცოტა, მაგრამ კაი. მაინც კაი აუზია. არის ხოლმე ესეთი საერთო სივრცე, სადაც შეგიძლიათ ბარბეკიუზე დაპატიჟოთ მეგობრები, ოჯახის წევრები, იქით ბავშვების სივრცე არის და უფასოდ შეგიძლიათ გადაიხედოთ დაბადების დღეები და სხვადასხვა წვეულებები და ეს შედის ქირაში ყოველთვის. ოლა, ესეთი დარბაზი. არა, ძალიან კარგი დარბაზია. ესეც უფასოდ არის. შედარებით, ბევრად კარგი დარბაზია. ესეც შედის ფაში. ვი, ვარჯიში თუ გინდა. ფორესტ ტაუერშიც მოახერხე, მაგრამ შენ თუ ელენე დაგუძახას. ნახეთ როგორი დარბაზია. კაი დარბაზია და ქალაქის ცენტრშია და შენ ოღონდ მოდი და ივარჯიშე, ყველაფერი უფასოა. 4 მწვრთნელი ყავთ, მწვრთნელების უფასოა, სახელმწიფო უხდის ფულს, ბასეინი დიდი, ნახეთ რა ხედი აქვს და ერთ მაქსიმალურად ხელს უწყობენ ხალხს, რომ იყვნენ სპორტით დაკავებულები და იცხოვრონ ჯანმრთელად. არა და აი ეს ერთი ჩემპიონი ყავთ, ერთი წარმატებული სპორტსმენი ყავთ, სულ პანამელებს და როგორ უყვართ სპორტი და როგორ პატივსცემენ. აქ არის სხვადასხვა სალონი, ფრჩხილების, მასაჟის, ეპილაციის, პატარა კოვორკინგი, ესეთი ვენდინგ მაშინი, დაცვა, კონსიერჟი და მოკლედ ესეთი რისეფშენი აქვს ამ სახლს. მოკლედ $950 ქირავდება, შედის აუზი და ჯიმი უფასოდ, კოვორკინგი უფასოდ და მეინტენენსიც ასევე უფასოდ. ელექტროენერგია გითხრა რომ დაგიჯდებათ დაახლოებით $80, ინტერნეტი $30, სხვა კომუნალური გადასახადი აქ არ არის. ანუ $100. გამოხვალ ჩოგბურთის სტადიონია, იქით ფეხბურთის სტადიონია, იქით პადელის სტადიონია. და ეს ყველაფერი უფასოდ მეგობრებო და უბანიც რა კაია ნახეთ. რას ფიქრობ ამ ვარიანტზე? ამ ვარიანტზე რას ვფიქრობ და რამდენ ბალს დაუწერდი 10 ბალიანი სისტემით? საერთოდ რას ფიქრობ? კარგი სახლია, მე ძალიან მომეწონა, ეს სახლი უბანიც ძალიან მომეწონა, უბრალოდ ბასეინიც ძალიან კარგი იყო და სოციალური ზონა. დარბაზიც ძალიან კარგი იყო. კარგი ხედები ჰქონდა, სახლიდანაც ძალიან კარგი ხედია, დაუწერდი რა 7 ბალიანი სისტემით, სახლია თვითონ ძალიან პატარა, რომ იყოს ოდნავ დიდი სახლი. აი რავი, და აივანი რო ქონდეს სამსახს დაუწერდი 900. სადაც იმასთან შედარებით, სადაც ვიცხოვრი. ნუ პუნტა პასიფიკოზე ძალიან მაგარ სახლში ცხოვრობდით და ეხლა ყოფს მაგ სახლს რო ძალიან კაი იყო. მაგრამ ნუ უბანი ეს მირჩევნია, სხვადასხვა პუნტა პასიფიკო. უბანი მეც მირჩევნია. იმ ხრივ რო რესტორანთან ახლოს ვარ. ბალბოასთან. ხო, ბალბოასთან ახლოს ვარ, სადაც ვარჯიშს აწყებას ვაპირებთ და ნუ 7. იმიტომ რომ ძალიან პატარა სახლია და ჩემთვის ეს უფრო იყო Airbnb-ის ტიპის სახლი.
იმ თვალსაზრისით, რომ გარდერობი არის აბაზანაში და პანამაში გარდერობი აბაზანაში საშინელება ობიექტდება, ანუ ყველაფერი ოფდება. კიდე დამატებითი ნესტი არ ჭირდება და მე და შენ ახლა ორ გარდერობში გვაქვს დასაცმელი ორი ოთახის და აქ ვერაფრით ვერ დაეტევა, ეგ ერთი მომენტი. მეორე რომ მაქსიმუსი ცოდოა ეგეთ პატარა სახლში და მესამე რომ ეგრე იშვიათადაც არ ვაკეთებთ საჭმელს რომ კარები იყოს პირდაპირ არა ხო რა ეგ სახლია რომ ჩამოხვედი პანამაში ერთი კვირით კარგად ხო საგულოდ თუ ვიღაცასთან მარტო უნდა იცხოვრო ტიპმა ვიღაცას ხან ამოიყვან ხან არ ამოიყვან ძირითადად რომ გარეთ იწევს დროის გატარება და რომ მოძრაობას პანამის გარშემო რა დიდ დროს რო არ ატარებს სახლში და ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ სახლში. ამიტომ მე მგონი კარგი სახლია, მაგრამ არა. ჩვენ ლაიფსტაილს არ რაღაცას გააკეთებ სამზართან მით უმეტეს მე თუ გავაკეთებ რაღაცას მთელ ქორპუსში სუნი იქნება. სუნის გარდა ყველაფერი დაყრილი. ხო და ძალიან პატარა სახლია. თორე ძალიან კაი სახლია, კაი აუდი. ხო, მოკლედ ნახოთ ეს ამ გოგომ გვითარა შემოგთავაზებ თვალ კიდე რამდენიმე ვარიანტსო ის პანამას სიტიში ეგრე ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი სახლებია 900-დან $1200-მდე ძალიან ყველაფერი გაქირავებულია რა მოკლედ და ნახოთ რა იქნება. თქვენც ჩვენთან ერთად ნახავთ და ერთად გადავწყვეტ. სხვათა შორის კომენტარებში შეგიძლიათ დაგვიწეროთ რომელი სახლი მოგეწონა და რატომ და შეიძლება მესამე თვალით განახული და შეფასებული რაღაც უფრო სწორი რეკომენდაციები იყოს და გავითვალისწინებთ. მესამე სახლის სანახავად მოვედით. ქვემოთ მერე დაგათვალიერებინებთ reception-ს, აი ესე გამოიყურება, რომ შედიხარ პირდაპირ არის სამზარეულო, ესეთი მისაღები არის, საყვარელი ძალიან, ტელევიზორი არ არის ოღონდ და ესეთი პატარა აივანი აქვს, აქ შეიძლება რომ მაგიდედეს კამები და ნორმალური ხედი პანამისთვის არც თუ ისე საუკეთესო აქაურობა ნამდვილად ხედებით არის ცნობილი, მაგრამ ნორმალური. ესეთი კუსკუსა მაგიდა და სკამებია. ძაღლი ყავს აქაც, ანუ პრობლემა ისი? ორი საძინებელი არის. ეს-ერთი როგორც ხვდები, კაბინეტად აქვს. ნუ საძინებელია სრულყოფილი გარდერობით. ესეთი აბაზანი ტუალეტია. ერთი საერთოდ ეს მეორე, ანუ ესე ვთქვათ, master bedroom-ი, ნუ რაც არის. აი ესეთი საძინებელია, აქ კარადა არის. აქ არის ტელევიზორი. მოკლედ, ეს სახლი უფრო კაია, თან ორი ოთახიანია. ძაღლთან ერთად აქ უფრო დავეტავით, მაგრამ ნახოთ. აბა, ჩამოვედით აუზის სანახავად. აქ როგორც ვთქვით, მანამდეც ყველგან არის სოციალური ზონა, area social ქვია. აი ძალიან კარგი აუზია, ნახეთ. აი ესეთი აუზია. საკმაოდ კარგი ზომა აქვს, პაპანახება სიცხეა. ესე coworking? Yes. ой, ნახეთ. entra para ჩემი ესპანური არ გაიშვა ხელიდან. ეს ყველაფერი ქირავდება, მოკლედ ეს სახლი თავის coworking-ით, აუზით და ჯიმით $900. აი, hola. ესეთი საყვარელი გრილი, კეთილმოწყობილი coworking-ი არის, სადაც შეგიძლიათ ლანჩის კონდეს. ეს სახლი მომწონს. ერთადერთი რაც არ მომწონს არის თვითონ უბანი და მაგასაც განახებთ. ესე muy bien. აი აქ შეგიძლიათ ბარბეკიუ გააკეთოთ, მეგობრები დაპატიჟოთ და ასე შემდეგ. ნახოთ ჯიმი როგორია. ძალიან კარგი ჯიმია. სუფთა ახალი თვითონ კორპუსი
2 წლის არის აქედან გამომდინარე ყველაფერი ახალია და კარგია. თვითონ корпуსი არის 2 წლის, ანუ ახალია, მე-10 სართულზე არის სახლი, რაც კარგია. და დაგათვალიერებინებ ჩემოსასვლელსაც. ბარემ პარკინგსაც ვნახავთ, რა თქმა უნდა, ყველა корпуსს აქვს თავისი პარკინგი. ეს პარკინგი არის ყოველთვის მიწის ზემოთ პანამაში, ანუ პირველი 10 სართული შენდება პარკინგი და მერე გრძელდება საცხოვრებელი სახლები. ეხლა ჩვენს პოტენციურ, ესე ვთქვათ, მესაკუთრეს მიყავთ პარკინგის სანახავად. Okay. აი ეს არის კუთხეში პარკინგი, თან ერთზე მეტი არ გვჭირდა. Okay, muy bien. ესეთი ჰოლია. მისაღები. და ეს თვითონ ახალგაზრდა წყვილის არის, რომელიც უბრალოდ დიდ სახლში გადადიან და უნდათ რომ გაახირავენ. აი ესეთი შემოსასვლელია და ესეთი კარგი სიტუაცია არის. ესე იგი, ეხლა გეტყვით რა არ მომეწონა. აი, корпуსი თვითონ არ ვიცი ეხლა ჩანს თუ არა, კარგია, მაგრამ აი რო გამოდიხარ, ესეთი უბანია რა. ძველი პანამა სიტის უბანი რაღაცა გაუგებარი, აი ძაღლთან ერთად რომ მოგინდეს გასეირნება, არც ფეხით სავალი ნაწილი არ არის და პლუს, ნუ თან ამ სიცხეში არ ვიცი. ყოველ ჯერზე რამდენჯერ ძაღლს გასეინება მოგინდეს მანქანით გახვიდე, აი ეგ არ გვაწყობს დიდად, თორემ ბინა ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა, კარგად დავეტეოდით და რაღაცა ისე მყუდროთ ვიქნებოდით, მაგრამ ვნახოთ ეს $900 ღირსთან ფასი ძალიან კაია, ინტერნეტზე გვითხრეს რომ $30 ღირს და ელექტროენერგია დაახლოებით $80. ეხლა ვართ ჩვენ პარკ ლეფრექვია მაგ ზონაში, ერთი მაგ პარკსაც შევხედავ, რამდენად ახლოს არის და ვნახოთ აბა. პატარა შესვენება გვაქვს, სადნამ შემდეგ მაკლერს შევხვდები. გუგა დღეს ჩემთან ერთად არ არის, იმიტომ რომ პანამაში კიდევ ერთი ძალიან კარგი წესია სახლის მესაკუთრეებისთვის, რაც საქართველოში რომ დავნერგოთ, ცუდი არ იქნება. მოკლედ, როგორც იქირავე სახლი, ზუსტად იმ მდგომარეობაში უნდა ჩააბარო მესაკუთრეს, თორემ ბოლო თვის თანხას არა, დეპოზიტს არ დაგიბრუნებენ და დეპოზიტი არის ხოლმე 3 თვიდან 1 თვემდე ქირის მოცულობის. ამიტომ ეხა გუგა არის სახლში ხელოსანთან ერთად, უნდა გამოცვალონ ნათურები, შეღებონ კედლები, მოკლედ ყველაფერი რაც კი ნორმალურ ცვეთას ექვემდებარებოდა და გაცვდა, უნდა შევაკეთოთ და ჩავაბაროთ მესაკუთრეს ისე, თორემ არ დაგვიბრუნებენ 1 თვის დეპოზიტს. გუგა მაგ საქმეებს აკეთებს და მე დღეს კიდევ მაქვს 2 მაკლერთან შეხვედრა. ის სახლი, რომელიც განახეთ, სავარაუდოდ დავიწუნებთ, იმიტომ რომ გუგას ლაპარაკე და ძალიან რთული იქნება პარკში ყოველ დღე მანქანის შასვლა, ამიტომ იმედი მაქვს რომ შემდეგი 2 მაკლერი გვანახებს რაღაცა ისეც რაც მოგვეწონება. მესამე корпуსის სანახავად ვარ ეხლა. აი ძალიან კარგი სახლია, ნახეთ როგორი ნათელია, აქედან შემოდიხარ და ხელმარცხნივ არის სტანდარტული პანამა სიტის ფერებში და სტილში სამზარეულო, ყველგან ერთფერია ხოლმე. ეს რა არის, ნახოთ, სტუმრების აბაზანა, უკაცრავად საჭირო ოთახი, ეს არის მისაღების სივრცე და აქ ალბათ სამზარეულო სივრცე, უბრალოდ ეს აივანზე უნდა იყოს. აქეთ ვნახოთ. აქეთ არის ერთი საძინებელი, აი ესეთი. უბრალოდ ავეჯით უნდა ყოფილიყო და რატო არ არის ავეჯი? არ იცის ჩვენმა მაკლერმა. იმედია რომ ეხლა გაარკვევს, ვირაკაია, ცალკე გარდერობია. ნახეთ. ჭერი ყველგან 3 მეტრია, რა ვიცოდეთ, სტანდარტულად არსად არ არის დაბალი, შეიძლება უფრო მაღალი იყოს. აქ არის აბაზანა, აი ესეთი.
ისეთი სახლია რა 1-5 წლის რემონტი იქნება, უბრალოდ კედლები აქვს შეთეთრებული და $1300 აფასებენ, უბრალოდ გვითხრეს რომ მოლაპარაკებაზე თანახმარია და ეგ ნიშნავს რომ $230 შეიძლება კიდე დააკლენ. ესეთი საყვარელი უბანია, ამ უბანს ქვია El Cangrejo, სხვა შორის აი იმ კორპუსში ჩვენი ესპანურის მასწავლებელი ცხოვრობს, ფაქტობრივად გამოდის რომ წინ ცხოვრობთ. ეს ისეთი კარგი უბანია, აი ფეხითაც გაისეირნებ, აქვე არის პარკი, კაფეები, ჩვენი რესტორნიდან დაახლოებით 5-6 კილომეტრშია. ეს მინდა ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან ნათელი არის თან. და ეს არის მეორე საძინებელი. ეს აბაზანა არის, და აქეთ არის საგარდარო სივრცე. მოკლედ კარგია. ეხლა ეს არის მე-10 სართულზე, კორპუსი არის 5 წლისთვითან და ვნახოთ ახლა სოციალური არეა. ესე იგი, ეხლა ველოდები ბროკერს რომ დაცვას გამოართვას გასაღები და ავიდეთ საერთო სივრცის დასათვალიერებლად, აი ესეთი შემოსასვლელი რისეფშენია ქაქაურობას. 5 წლის არის ეს კორპუსი და ისეთია რა, აი ისეთი უბანია ეს როგორ გითხრათ, უბანი უბნური რა, აი ფეხით გაისეირნებ, ძირითადად ცხოვრობენ პანამელები, ოღონდ უფრო ესპანური წარმოშობის პანამელები და კარგი ისეთი ცოცხალი უბანია, პატარა კაფეებიც არის და შეგიძლია ფეხითაც გაისეირნო და ყველაფერთან ახლოს არის. მე პირადად სახლი ძალიან მომეწონა, მაგრამ ავეჯი თუ არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ აქ ხა ავეჯის ყიდვას და მე გაყიდვას და რაღაცებს არ ვაპირებ და მოკლედ ვნახოთ და არ დაგავიწყდეთ კომენტარებში დაწეროთ თქვენ რომელი სახლი უფრო მოგწონთ. მეგობრებო, social area-ში ვერ აგვიყვანეს, იმიტომ რომ გენერალური დაალაგება აქვს, მაგრამ აქაც არის აუზი, coworking-ი და სავარჯიშო დარბაზი. აი უბანსაც რო შეხედეთ, ნახეთ რა საყვარელი უბანია ესეთი. აი და ყველაფერთან ძალიან ახლოს არის. მე ძალიან მომწონს. ნახოთ ავეჯზე რას გადაწყვეტენ და მე უკვე დავიწყებთ ვაჭრობას, რომ $1300-დან დაგვიყვან ცოტა. ესე იგი, ეს არის მე-4 კორპუსი, რომელსაც ვნახულობ. ამ კორპუსს ქვია Sense და ეს არის ჩვენ რესტორანთან ძალიან ახლოს, პრინციპში ძველი ქალაქის და ახალი ქალაქის გასაყარზე. მოკლედ, როგორც კი შემოდიხარ, ხელმარცხნივ არის ესეთი პატარა სამზარეულო, ესეთი მისაღები არის, საკმაოდ ნორმალური ზომის, თუმცა აქაურობის პლუსი არის ხედი. შეხედეთ რა ხედი გვექნება. აი იქ ძველ ქალაქს თუ ხედავთ, იქ არის ჩვენი რესტორანი, აქ არის ზღვის პროდუქტების ბაზარი და აქ არის ბულვარი, რომელიც დაახლოებით 5-6 კილომეტრია და შეგიძლიათ ისეირნოთ. თვითონ კორპუსი არის 2 წლის. აი ეს არის პირველი აბაზანა. და ეს არის საძინებელი. აი ნახეთ აქედან კიდევ უფრო ისეთი ახლო და ლამაზი ხედია. და ამ საძინებელს აქვს ჩაშენებული გარდარობი, თუმცა არ ვიცი მე და გუგას რამდენად დაგვეტევა ჩვენი ტანსაცმელი ერთად აქ. და ეს არის აბაზანა ტუალეტი თვითონ ამ საძინებლის. აქირავებენ 6 თვითაც და $1200 თქვა ამ კაცმა ფასი. ვნახოთ თუ შეიძლება შევაჭრება ეგ უკვე გუგას საქმე არის. ეხლა დავათვალიერებთ საერთო ზონას. აი ესეთი რუფტოპია ამ კომპლექსში. აი ნახეთ. და ბარები და რესტორანი და იქიდან ზიპლაინიც კი ჩადის.
მე რომელსაც არ გამოვიყენებ, მაგრამ ესეთი კარგი ხედია. აქ არის ბარი და იქით კიდე რესტორანი. ჩემთვის აი ცოტა რაღაცა ბათუმში რო ტურისტული კომპლექსებია, ისეთია. ძალიან მაგარი ხედია აქ, რომ იტყვიან ხედი მილიონი. ხედი მილიონზე თუ რაღაცა. მაგრამ სამწუხაროდ მე არ მომწონს თვითონ კომპლექსი, აი რაღაცა ენერგეტიკულად არ მომწონს მოკლედ რა, მაგრამ აი ხედი შეხედეთ რა ხედია. სასწაული. აი ცხოვრობით ადრე ჩვენ. ეხლა ვნახოთ აუზი და ჯიმი, მაგრამ მე მგონი ჩემგან უარია ამ სახლზე. აი ესეთი აუზი არის ხედით ქალაქზე. ხედით ქალაქზე. აქეთ დასაწოლები არის, იქით კიდევ ჯაკუზი არის. აქ არის გეიმინგ ოთახი, ანუ შეგიძლია ითამაშო რაღაცეები, აქ არის საბავშვო სივრცე, იქ არის ბარი, მოკლედ კარგი კომპლექსია ძალიან. ნამდვილად დასაწუნი არაფერი არ აქვს, აი ეს კიდე ქვემოდან ესეთი ხედია. ძალიან ბევრი რესტორანი არის, ბარი, უბრალოდ აი რამდენად მყუდროა და კიდე ის სახლი რაც ნახეთ აქ, რომელიც შეიძლება ვიქირავთ, მეწოდება მაქსიმუსისთვის რა, რაღაც ძალიან გაპრანჭული სახლია, იმით რა ქვია, ბარხატის ავეჯით და არ გააფუჭოს ხო ვფიქრობ რა, მაინც უფრო სახლური სახლი გვირჩევნია ალბათ. აი ესეთი პინგ-პონგის სივრცეა, ბილიარდის სათამაშო სივრცეა, ეს კოვორკინგია. რომელიც შეგიძლია გამოიყენო 6 თვით თუ ვიქირავებთ ამ სახლს თვეში 1250 გვექნება გადასახდელი და თუ ვიქირავებთ 1 წლით თვეში 1200 იქნება გადასახდელი. აქ შედის ინტერნეტიც და სულ ყველაფერი რაც ახლა გათვალიერებინათ, მარტო არ შედის ელექტროობა, რომელიც ამ უბანშიც დაახლოებით $80. პანამაში გაზი თითქმის არსად არ არის, ესაც რო იცოდეთ, ყველგან არის ელექტროობა, ძალიან მაგარი ჯიმია. ესეთი ჯიმი არც ერთ არ ქონია, ეხლა ვერ გავაღებ, რა დაკეტილი ეტყობა. ბეჯი მჭირდება, აი ნახეთ, იქითაც რა ხედია. საკმაოდ დიდი სივრცეა, სავარჯიშოდ, ახალი გაკეთებულია, ბოქსი, ყველაფერი არის რა. ნამდვილად კარგია. აი, სიმართლე რომ გითხრათ, ეს დამატებითი რაღაცაები ბევრად უფრო კაია, ვიდრე თვითონ სახლი. აი, რაღაცა სახლი უფრო არის ტურისტად რო ჩამოდიხარ, ეგეთი საცხოვრებელი, ვიდრე სულ რა ცოტა სათავსო აქვს. მაგრამ ნახოთ, აი, გუგასთან მოვაპარაკები და რესტიტუს. ეხლა მოვედით მეხუთე კორპუსის სანახავად, რომელიც არის ბელავისტას უბანში. ძალიან კარგი უბანია, პირდაპირ ჩადიხარ ავენიდა ბალბოაზე, რაც არის აქაური რუსთაველის ქუჩა, როგორც თბილისში, 2 წუთში ფეხით და ჩვენი რესტორნიდან არის მანქანით 5 წუთი ალბათ, ხო? საცობი არ არის. თვითონ კორპუსის აი წინ გუგ, აი ვანახოთ ის კორპუსი ძალიან ხო, მე მიყვარს დინჯაციარული. აი ის კორპუსი არის და აი უბანის ძალიან კარგია. ფეხითიული, წინ პარკი არის, ძაღლებისაც არის, ადამიანებისაც არის და კაფეებია, მაღაზიები. მოკლედ ეს უბანი კარგია. გუგას $900 ვარიანტი მოწონს, რომელიც არის მეორე კორპუსი, რაც განახეთ, მაგრამ მე მაინც ის უბანი არ მომწონს ძალიან რა, იმიტომ რომ ფეხით რო გამოხვალ, არც ვერ გაივლი რა და ვერსად ვერ დაჯო. წინ ის პარკია, ურიკა თუ რაღაც რო და ბალბოას ხიდი, აი ამაში. მოკლედ, ნახოთ. ხო, ეს უნდა, ეს არის კი. მე სართულზეა. მე არ მიყვარს ესე მოვება, მაგრამ აკა? რა კაია.
ესე იგი, ესეთი სახლი არის, მისაღები. ხედით ნორმალურია კორპუსების, მაგრამ კაი. ეს ტელევიზორს დაგვიკიდებენ, ერთი არის. სამზარეულოც სტანდარტული. სტანდარტული სამზარეულოა პანამის. აბა, აქეთ. ეს არის 1250, მაგრამ ფასი მოლაპარაკებადიაო. შევუჭრება შეიძლება, ანუ. ხო, ავეჯი კარგი ძველია ყველაფერი, მაგრამ ბინა კაია ძალიან და ხედებიც კაია რა. აი ნახე. ღამე კიდევ უფრო ლამაზი იქნება. ხედი ანახე ხალხს. აი აქეთ სხვაც ჩანს. ეს არის აბაზანა და ესეც კიდევ ერთი საძინებელი თავის გარდერობით და ინდივიდუალური აბაზანა ტუალეტით. 1250. ნახოთ ხა სხვა რაღაცა 24 სართული არის. ეს კაი მოკუკნული არის სამზარეულო. მაგრამ ცუდი არ არის. კაი, მოკლედ, ეხა დაველაპარაკებით მაკლერს და გეტყვით, აბა რას ვფიქრობ. ბოლო ფასი არის $1200-იო. რა ჯდება ელექტროენერგია გაარკვევენ და ამ კომპლექსს აქვს თავისი ესეთი კაფეტერიაც და გითხრეს, რომ ძალიან კარგი ფასები აქვს და ძალიან გემრიელი, რა ძალიან კაია რა, იქვე კაფე რო გაქვს. უბანი ძალიან კაია რა. აქედან არაფერი არ მიყვარს, რატო რაღა მიწის? არაფერი არ მიყვარს, აქ რა ძდებს. ეხლა იცი რომელ უბანში ვარ? ის სასანდვიჩო სადაც არის, აქ რატო უნდა ვჭამოთ? ესეთი სოციალური ზონა არის, აუზით. კორპუსი არის 10 წლის და ცოტა ხელშესავლებია ჩემთვის. დიდად არ მომეწონა თვითონ სახლში შესასვლელი ჰოლის სხვადასხვა კარები იყო რამდენიმე, რაც პანამაში არ ხდება და ეგ დიდად არ მომეწონა. აქ აი თუ ჩანს, აქ შეგიძლიათ დაბადების დღეების გადახდა, წვეულებების გადახდა და აი წინ პარკია იქ ხო, მარცხნი. ხო. უბანი აქვს ძალიან დიდი პლუსი. ჩემი და გუგას საყვარელი კაფე სისუ არის აქვე ფეხით მიხვალ. რესტორანშიც კი გაისეინე ფეხით საღამოს. ძაღლისთვის პარკი არის, ძალიან კარგია, თუმცა $1200 ფეხს არ უცვლიან და გუგა მეუბნება შენი აღფრთოვანება დაინახესო და მაგიტო. მაგრამ უბრალოდ ესეთი ფასებია აქ რა. და ეს არის სავარჯიშო დარბაზი. სავარჯიშო დარბაზიც ნორმალურია. აი ესეთი არის. აქაურავა, მოკლედ კარგი სახლია. მაგრამ ეს გირჩევნია თუ $900 და ის უბანი. თუ მოვიფიქროთ. უბანია ეს გირჩევნია. არა, ეს სახლი თუ აი ჯამში რომელი გირჩევნია? ის $900 ოფერი თუ ეს $1200 ოფერი? 900-იანი. გუგა მოიხიბლა იქაური აუზით დარწმუნებული. კარგი, მოკლედ ეს არის ჩვენი მეხუთე ვარიანტი. რაღაცაზე შევჯერდებით და გაგაგებინებთ, ბოლომდე უყურეთ ვიდეო და თან განახებთ, სად ცხოვრობთ ახლა და პლუს იმასაც განახებთ, რომელი სახლი ავირჩიეთ. ისევ იგივე უბანში ვართ, ახლა ვნახულობთ მე-6 რეზიდენციას და ვნახოთ, აბა აქ ცოტა ფასი დაბადია, $1100 გითხრათ და მე მგონი შეიძლება კიდე შევაჭრება, ვფიქრობ ეს უფრო ძველი კორპუსია ვიდრე წინა რაც ვნახეთ და ისიც არ იყო ძალიან ახალი 10 წლის იყო. თუმცა აი ესეთი
ნორმალური ფორმია. ოკეი, დაველოდეთ, აბა ვნახოთ. ესე იგი, ესეთი აივანი არის პატარა. ჩვენი მუდმივი კლიენტი არის სომეხი ქალბატონი, რომელიც აქ ცხოვრობს და მისი სახლი აღმოჩნდა ეს და ქვემოთ შევხვდა და ძალიან გაგვიხარდა. აი, ეხლა განახებთ როგორი სახლია. ამ ხალმა გითხრა რომ დაგიკლებთო. აი, ესეთი სახლი არის, მისაღები. აქეთ არის საკმაოდ გრძელი სამზარეულო და ყველაფერი არის ამ სამზარეულოში. საკმაოდ დიდია. ესენი ცხოვრობდნენ თვითონ აქ და ეხლა უკვე აქირავებენ სხვა სახლი აქვთ. ესეთი ერთი საძინებელია, რომელსაც ვნახოთ თუ აქვს რაიმე ხედი. არაფერი კორპუსი არის. მე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლიენტის არის, არ მომწონს ეს სახლი. ესეთი აბაზანა არის და ეს master bedroom-ი არის, თავის აბაზანით, ავეჯით და საკმაოდ დიდი გარდერობით. ახლა გეტყვით, რატო არ მომწონს? არ მომწონს, იმიტომ რომ არ არის ნათელი სახლი. და ჩვენ კონტენტის გადაღებისთვის ძალიან გვჭირდება ნათელი სახლი. ეხლაც ვცხოვრობთ ისეთ ბნელ სახლში და ძალიან მიჭირს ხოლმე სულ განათება უნდა დაამაგრო რაღაც და ძალიან მინდა რომ სამზარეულოს პირდაპირ ეცემა და შუქია. ამიტომ ამ სახლს ვეტყვი არას. ესა ვფიქრობ, მაგრამ სოციალურ არეას მაინც ვნახავთ. ესეთი სოციალური ზონა არის, აუზი ნამდვილად კარგია, ხედით კარგია, აქ ჯაკუზი არის. აქეთ არის საორჯიშო დარბაზი, აღარ შევალ შიგნით, მაგრამ მოწესრიგებული გრილი და ყველაფერი არის კარგი და ნუ ჩვენ ახლა არ გვჭირდება, მაგრამ აქეთ არის ბავშვების სივრცე. მოკლედ სულ რომ სიტყვაზე $900 იყოს ეს სახლი, ჩემი აზრით, მაინც არ გვეწყობს, იმიტომ რომ არ არის საკმარისი განათება და განცალკევებული ბნელი სამზარეულოც არ მომწონს, არ მინდა ცალკე ყოფნა. მოკლედ ვნახოთ, თუმცა ეს ხალი ძალიან კაი ხალია. ჯამში ვნახეთ 6 კომპლექსი, ბინა აღარ მახსოვს უკვე რამდენი და დაახლოებით 2 ვარიანტზე ჩამოვყალიბდით. გუგ, შენაც ვსკვეთყვი? ერთ ვარიანტზე. აბა 9-იანია თუ ის. ხო, ნუ ის მოკლედ ბოლოს რა სახლიც ვნახეთ. ეგ არ მოგვეწონა. ხო, ბოლო არ მოგვეწონა, ბოლოს წინა მოგვეწონა. უბრალოდ $1200 ღირს და განსაზღვრული გქონდა $1000-ად. მაგრამ $100 მაინც თუ დააკლებს, ანუ $1100 თუ მოგცემს, იდეალური უბანია, ძალიან კაი ბასეინია, ხედები, სახლიც სვეჟია, იდოქში კაი სახლია ძალიან რა. თუ არა და $900-ად გვაქვს ძალიან კარგი ვარიანტი, ერთ-ერთი მინუსი არის ის, რომ ახლოს ძაღლისთვის გასეირნებელი არ არის. ფეხით რომ მიხვიდე, ანუ ისეთი პარკი და მანქანით მოგვიწევს რომ მაქსიმუმს წავიყვანოთ ხოლმე, მაგრამ ორი საძინებელია, თოკო ჩამოდის თან და ხო, იქაც ორი საძინებელია, მაგრამ აქ ორი საძინებელია $900-ად. ანუ აქედან გამომდინარე, თუ დააკლებენ $100 მაინც ვფიქრობ, რომ იმას ვიქირავებთ, თუ არა და უეჭველი იმ $900-იანს ძალიან კარგი ვარიანტია ჩემი აზრით. ის პარკუმარია ახლოს, დიდი პარკია ძალიან, სადაც შეიძლება რომ გავიდეს და ისეირნოთ და ასეირნოთ ძაღლით და ასე შემდეგ. ეს იყო ჩემი კომენტარი. მე კიდევ არ მხიბლავს დიდად ის სახლი, თვითონ სახლი კარგია, მაგრამ რომ გამოდიხარ ვულკანიზაციებში ხარ, ანუ მაღაზიაც კი არ არის, რომ რა ვიცი, ჩახვიდე ფეხით და ყველაფერზე მანქანითიარული, აქაც ეგრე ვართ ჩვენი დასახლება შორს არ არის მაღაზია ფეხით სავალ გზაზე. მოკლედ ვნახოთ რა მაგ ორ ვარიანტ შორის ჩამოვყალიბდებით და რამენაირად მოვერგებით. ეს სახლი დაჟე 1250 იღირს, 1200-იც არა და ვნახოთ რას გვეტყვიან. ესეც ჩვენი მეოთხე დღე სახლების დათვალიერების. დღეს არის უკვე კვირის ბოლო, შაბათია და დღეს საღამომდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელ სახლს ვქირავთ.
ეხლა მოვედით მე-7 კორპუსის სანახავად. ეს არის ისევ იმ უბანში, რომელიც მე დიდად არ მომეწონა და ვთქვი, რომ ფეხით გასავლელი არ არის ხო? თუმცა ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანამაში არ აქვს დიდი მნიშვნელობა რომელ უბანში ცხოვრობ. ეგ არის უფრო მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს რომელ კორპუსში ცხოვრობ, იმიტომ რომ აქ კორპუსში როგორც წესი არის ხოლმე ყველაფერი და აქედან გამომდინარე შეიძლება აი არაფერი არ იყოს გარშემო და ძალიან მაგარი გუგა მაიმუნობს საცხოვრებელი კომპლექსი იყოს. ამიტომ ნახოთ გუგა ირა ამიტომ ნახოთ მოკლედ როგორი სახლი იქნება და ამის მერე კიდევ ერთ კორპუსს განახებ და ბოლოს გეტყვით თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელ სახლში ვიცხოვრებთ. თან შეგვიძლია რომ ჩვენ ახლანდელ სახლსაც განახებთ და მაგასაც გავაკეთებთ. მოკლედ დარჩით ბოლომდე ჩვენთან ერთად. გამოწერა არ დაგავიწყდეთ ხო გახსოვთ რომ 50000 გამომწერზე ეგრევე საქართველოში უბრუნდებით და დავაჩქაროთ ეგ მომენტი და ამ სახლის ხირას 1 წელი ნუ გადაგვახსოვინებთ. კაი რესეფშენია, მოდი ვთქვათ. ახალი გარემონტებული, კარგი ტემპერატურა, სისუფთავეა, კაი სუნია, კარგი სარკეებია, გაიპრანჭები, სელფი, შმელფი, გადაიღებ ყველაფერს. YouTube-ზე უნდა დავდოთ ეგ ვიდეორებს უკეთებ, ხალხი გადაახვევს. მოდი ბარემ ლიფტიც ვნახოთ როგორია, აბა. ზარი დავრეკე? რა? ეს არის ჩვენი ბროკერი ალეხანდრა. Hola, ¿tu hijo? Hola, ¿cómo estás? Yo soy Guga. Yo soy Helen. ¿Cómo te llamas? Mucho gusto. ¿Ah? Basiliano. Hola, Alejandro. Sí. ეხა არ ვეტყვი ამას ესპანურად, იმიტომ რომ არც ვიცი მაგდენი ესპანური, მაგრამ ჩვენ ძაღლსაც იგივე სახელი ქვია, მოფერებით ეგრევე ძაღი ხოლმე. დროები. ამოვედით რიგით ნომერ მე-7 თუ მე-6 ამერია კორპუსში უკვე. გუგეს მე-6 კორპუსია თუ მე-7 და ესეთი სახლია. ეს ბევრად კაი სახლია. ესეთი სამზარეულოა, დიდია უფრო რა, ესეთი სამზარეულოა. საკმაოდ კარგი. აი ნახეთ. ნუ ყველაფერი $980 და ფასი აკლდება. ეს კაი სახლია, აქეთ არის, ნახეთ ეს მაცივარი და სარეცხი სივრცე ყოველთვის ცალკე არის ხოლმე თავის საშრობით. მისაღები მაგი და ეხა ავეჯი არ არის სუპერ ახალი და რაღაც, მაგრამ აივანი რა კაი ზომის აივანია. რა კაია კომპიუტერის სამუშაო სივრცეც არის. აივანი. ეზო არც ერთ სახლს არ აქვს. რომელშიც ვიყავით. არა, ანუ გარეთ რო გადიხარ გულის ხო. იმ $900-იანს ეს სახლი ჯობს. $900 ხო. დიდი არის. ესეთი დივანი, ძალიან დიდი ტელევიზორია. ეს ხო გამოს. ცალკე კომპიუტერის სივრცე რა კაია. ხო, ჩემი სტენკა. აქ ხელმარცხნივ ესეთი საძინებელი არის. თავისი გარდერობით. ხო, იდეალური იქ საჭმელს გავაკეთებთ შენ კომპიუტერზე. და აქ შემოვალ. დისკულპა. ესეთი აბაზანა არის, ძალიან ნორმალური. ის ვანა არა. ეგ არ არის ჩვენი კრიტერიუმი, თავარი. აი ესეთი, ეს ალბათ თავარი საძინებელია, იმიტომ რომ აბაზანა ტუალეტი. ამას შიგნით აქვს, ესეთი გარდერობი აქვს, ღამე ძალიან ლამაზი ხედი იქნება და დღეც ლამაზია წინ ოკეანე ჩანს. ოკეანეში. აი იქით კოსტა დელ ესტე არის მარცხნივ და აი მარჯვნივ ხარასაც განახებთ. იქ ცხოვრობდით ჩვენ, აი იალქანივი შენობა რო არის ტრამთაუერთან.
წინის წინა სახლში. მე ეს სახლი ძალიან მომეწონა. ორჯერ უფრო დიდია ვიდრე ის $900-იანი. აუ რა კაი სივრცეა, დაუჯდებით. სი. აივანზე ერთ მაგიდას ან პუფს ვიყიდით და ძალიან მაგარი იქნება. მე ეს სახლი მირჩევნია დაჟე იმ 1200-იანს სახლად. თვითონ სახლად. ნახე რა კარგი სამზარეულო აქვს კუსკუსა. სოციალური არეა, ვნახოთ. და გადავწყვიტოთ. ესე იგი, ჩამოვედით სოციალურ ზონაში. აი ესეთი აუზი არის, ესეთი ხედი, აივანი, ეს ჯაკუზი, იქ რაღაცა რემონტია, ცოტა აუზი ბინძურია. არ ვიცი. მაგრამ მე სიმართლე გითხრათ არ მინდა ეს აუზი, სახლი მირჩევნია რომ იყოს კარგი რა. და იქ დაბადების დღეების და რაღაც წვეულებების გადახდა შეგიძლიათ. ესეთი აივანია. მოკლედ ჯიმი გვანახონ რა. ნახოთ აბა ჯიმი თუ აქვს. ჯიმი თუ არა აქვს გატეხავს, მაგრამ იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგი ხონდა, რაც ვნახეთ. ყველაფერი ერთად ვერ იქნებაო, ელენიკო. ჯიმი არა აქვს ამ კორპუსს, რაც არის ძალიან გასაკვირია რა. ხო და რატო ესმით? მოკლედ ეგ აუზიც დიდად არ მოგვეწონა რა და სახლი ძალიან კარგია და არ ვიცი სხვაგან რო ვიაროთ აუზზე და ჯიმში ეგ ქირას გვიწვირებს ანუ და არ ვიცი ვნახოთ მოვფიქრებთ. გუგარას ფიქრობ ამ სახლზე. ამ სახლზე? ეხარეთ. ამ სახლზე ვფიქრობ იმას რომ ძალიან ცუდი ბასეინი იყო. ანუ პანამაში არის ბასეინი აუცილებელი, რომ რაღაც ელემენტარული მაინც რომ გაგრილდე, იმიტომ რომ ორგანიზმისთვის ძალიან დიდი სტრესია სულ სიცხეში ყოფნა. და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად დროს კონდიციონერში ატარებ და არ ცხელა მაინც ორგანიზმი ისტრესება და თქოს საჭიროა რა, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს რო ბასეინში გაგწმან, მაშინ დუში უნდა იდგე. ცივი შხაპი მიიღოს ყოველდღიურად, რომ ორგანიზმი არ დაგესტრესოს და განსაკუთრებით კაცებს ჭირდებათ ანუ ეს ყველაფერი და მოკლედ მე არ მომეწონა ძალიან ბასეინი და დარბაზიც არა აქვს, რაც აძვირებს. მაშინ სხვაგან უნდა ივარჯიშო და იარო, ანუ იქაც ხო რაღაც თანხა უნდა გადაიხადო და აქედან გამომდინარე ბასეინი და ჯიმი სხვაგან უნდა იპოვო, ეგ დაახლოებით $150-200-ია. ნორმალური რო იპოვო და ნუ $900 აღარ გამოდის. აქედან გამომდინარე არ ღირს ეს სახლი, რა თან სხვაგან იარო, თან ის ბინაკი კარგია, ნორმალურია. და უბანი ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია უბანი თვითონ არ არის ცუდი, მაგრამ ლოკაცია და სახლი ის ადგილას დგას, რომ ფეხით ვერ გამოხვალ რა. მანქანით უნდა იარო. $900-იანი რომ მოგწონს. ისიც ცუდ ადგილას დგას. მაგრამ იქ ბასეინი მაინც არის. მინუსი არ არის, ნუ ბასეინია და სახლში უფრო დიდ დროს გაატარა. ფეხითაც ვერ გახვიდე, იქანეც არ მივიღო. მოკლედ სახლი კარგი იყო, მაგრამ ყველაფერი ერთად ვერ მოგართვითო, ესე გამოვიდა. ესე იგი, მოვედით მერვე ვარიანტის სანახავად, თუმცა ეს რეზიდენცია თქვენ უკვე დათვალიერებული გაქვთ, ეს არის PH Sandy, აი რომელიც რა ვთქვი, რომ ცოტა ბათუმს გავთქო სიტუაცია, ძალიან ტურისტული არის ხო უბრალოდ, აი ამას ხედს განახებს კიდევ. აი ესეთი აუზი არის. არ ვიცი, მე ეს კომპლექსი არ მომწონს რა, რაღაც ორბი თაუერის ვაიბები აქვს. აუზზე უნდა იცხოვრო, ანუ ძალიან რომ მოგწონს.
მე და გუგას როგორც ჩანს სხვადასხვა პრიორიტეტები გვაქვს. ეს coworking-ი მე მგონი მაშინაც განახეთ. პინგ-პონგ. ეს გუგას მოეწონება ეს ბენეფიტები როგორც ბილიარდიც არის, პინგ-პონგიც ორივე ძალიან უყვარს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვამბობ, სახლში ვიყო კომფორტულად. ეს ბავშვების ზონა. ხედები ყველაფერი არის იდეალური რა მოკლეცი. Game room. ყველაფერი კაია, მაგრამ ნახოთ მოკლედ როგორი სახლია რა. ვიფიქრე რომ ამ სახლს არ განახედით, იმიტომ რომ ამ კორპუსის მიმართ არ მაქვს კარგი დამოკიდებულება. აი ესეთი სამზარეულოა, ძალიან პატარა დაფაა მოსამზადებელი, მაგრამ არის ეს უმაგრესი ხედია, რაც თავარია, ძალიან მაღალ სართულზე არ ვართ, მე-14-ზე ვართ, მე არ მიყვარს ძალიან მაღალი სართული. ძალიან კარგი ზომის მისაღებია, აი მშვენიერი, საძინებელი მშვენიერი, ფანდას აღარ ავწევდა. უმაგრესი ხედი, ზომაც კარგი, ესეთი შეშენებული კარა და სადაც მე და გუგას ტანსაცმელი არ დაეტევა, მაგრამ რამეს ვიზამდით, რომ რამე ესეთი აბაზანა, ეს წყალი მინდას არ შეიმჩნიათ, ასევე ნორმალური ძალიან და ეს მეორე სტუმრების აბაზანა. მოკლედ $1100 ვითხრეს, რაც ამ კორპუსში რომ ნახეთ თუ გახსოვთ ვიდეოს დასაწყისში ბინა $1250 იმასთან შედარებით სახლი არის ორჯერ არა, მაგრამ აი 20-25 კვადრატულით უფრო დიდია და უფრო კარგია რა მოკლედ, მაგრამ აი არ ვიცი რა კომპლექსი არ მომწონს მიუხედავად იმისა რომ კარგი აუზია და ყველაფერი სიტუაციურად არ მომწონს ლიფტს უნდა ელოდო ძალიან დიდი ხანი ხო და რაღაცა უცნობი ხალხი სულ და ასე შემდეგ გუგა რას ფიქრობ? რას ფიქრობ? არაფერი ნორმალური სახლია და ბასეინის კაია, ის ბარები კაია, ახლა დაისვენებ, დიდი ბასეინია თუ ვარჯიშის მიზნით. სულ გინდა იცურავებ, დარბაზიც კაია, ის გეიმ ჰოლიც კაია. არა, მე ლიფტში მგზავრობ, სანამ აქამდე ამოვედით, 200 ადგილას გავჩერდით, ტრუსიკიანი კაცები და არ შეძიმენ საზღარი სიტუაცია. მოკლედ ჩვენგან სიტუაციის გამო უარი, თორე ფასიც კარგია. ხო, ამდენი უცნობი ადამიანი. რაღაცა მარტო ტიპი ან მეგობრებთან ერთად შენ ძმაკასთან ერთად რომ მოდიო და სიამოვნებით ძალიან გაგისტორდებოდათ და უნდა იქირავოთ ეს სახლიც ძალიან კაია, მაგრამ აი ცოლთან ერთად, ძაღლთან ერთად, რომელიც ყველას და ყველაფერს ერჩია, ანუ მარტო ძაღლია. აქ არ გამოვა. მეგობრებო, ეს არის ჩვენი მე-9 სახლი და დღეს არის 29 აპრილი, ამიტომ ძალიან დასტრესილები ვართ, მალე უნდა ვნახოთ, გავაკეთოთ არჩევანი. ეს სახლი ჩვენმა მაკლერმა არ გვანახა თავიდან, იმიტომ რომ $1300 ღირდა და ჩვენ მაგხელა ბიუჯეტი არ გვინდოდა და დაგვიკლეს ფასი $1000, იმიტომ რომ გაუხარდეთ ძალიან რესტორნის მეპატრონეები რო ვართ. პანამისგან განსხვავებით რაღაც ლამაზად ფილფერებშია გაკეთებული. ახალი არის ავეჯით, კორპუსი ნორმალურია, 7 წლის არის, გარეთ ესეთი ხედია და ადგილმდებარეობა ძალიან კარგი აქვს, მარცხნივ არის მთავარი პარკი პანამის და მარჯვნივ სულ მაღაზიები და რესტორნები და ლოკაცია კაია რა გუგ. ორი საძინებელი აქვს, ერთი ესეთი მთავარი საძინებელი კარგია, კარგი კარადა არის, დავეტევით კარგად. ორი აბაზანა ტუალეტი აქვს, ნორმალურია, ესეც ძალიან. ანუ ისეთი რაღაც ადრე რო ევრორემონტს ეძახდნენ, ეგეთია, უბრალოდ ახალი გაკეთებულია. ავეჯიც ფაქტია, რომ ახალია, ეს გუგას ბიძაშვილისთვის იქნება გამზადებული ოთახი, თოკოსთვის, აქაც არის გარდერობი და ამასაც აქვს
თავისი ვანა და ტუალეტი. ჩვენ ტელევიზორს არ ვიყენებთ, ამიტომ გუგამ შემომთავაზა, რომ ეს იყოს შენი კომპიუტერის სივრცეა, ეს მე და მაქსიმუსის სივრცე იქნება, ხო და მე მგონი კარგი სახლია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც მოგვეწონა 3, იქიდან 2 გაქირავდა და ყველაზე ისერე რომელიც მოგვეწონა ის არის დარჩენილი და ცოტა გული წყდებოდა რა და აი ვნახოთ ახლა როგორი აუზი აქვს და მაგის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. პატარა ჯიმი აქვს, ანუ იმას ვეღარ ვიტყვით რომ ჯიმი არა აქვს და მაგიტომ ვიწუნებთ თქვა, მაგრამ ჩვენ მაინც სხვა დარბაზში ვივლით ალბათ. და ახლა აქეთ ვნახოთ აუზი. პატარა აუზი. Hasta las 11 de la noche. Van a usar. ესეთი სოციალური ზონა, კაი დასაჯდომია, ნამდვილად. აუზი გაგრილდები ახლა ოლიმპიურ ჩემპიონატს ვერ მოვაწყობ ნამდვილად, მაგრამ კარგი აუზია, ცუდი არ არის, სუფთა არის ყოველ შემთხვევაში ძალიან. გასაგრილებლად გამოვიყენებს და აი აქეთ შეგიძლია რაღაცაები მოამზადო, დაპატიჟო ხალხი. აი ესეთი უბანია რა, უბნური უბანი. მაღალი შენობებით, ზოგი დაბალი, პატარა კაფეები, მაღაზიები, ფეხით კარგად ისეირნებ. აგერ აი ის არის ყველა ნახეთ წინრო ხეები ჩანს. აი ბევრი ცოტა корпуსები ეფარება, ეგ არის მანდარი ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი პარკი პანამა სიტისი, რომელიც ძალიან კაია უბრალოდ. ერთხელ ყავდა მაქსიმუსი და იმხელა ვირთები დარბოდნენ რომ შეგვეშინდა და წამოვედი. მაგრამ ეხა მაქსიმუსი იმხელაა რომ აღარ შეგვეშინდება. ესეთი რისეფშენია თუ ხედავთ, აი. ძალიან კეთილმოწყობილი. მოკლედ ერთი სახლი გვაქვს $925 და ერთი სახლი გვაქვს $1000 და ვნახოთ. $925. ეხლა მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოკლედ ეხლა დაგათვალიერებინებთ, ელენე მიპოვა 22,000-ად სახლი და ნუ აი მე შოქში ვარ რომ ესეთი ფასი ღირს. ესეთი სახლია. ესე როგორც კი შემოდიხართ, ესეთი გოიმური პოსტერი გხვდებათ. მე აქეთ გამოდიხარ. და ესეთი, ნუ მისაღები ძალიან კაია, მაგრამ არა 22-ად. ბასეინია, საიდანაც არანაირი ხედი არ გაქვს. მე შემოდიხარ. ესეთი რაღაც საკონფერენციო ოთახია. მე შემოდიხარ სამზარეულოში, სადაც ჩაშენებული ბოშის რაღაც. ის არის ესეც რავია. ისიც ვან ზედმეტად უბრალო ყველაფერი ეს ხოცა ანუ ის ავეჯის ჩვეულებრივი I don't know why, but in Panama City we prefer apartment. Okay. Yeah. აი ესეთი ტუალეტია, საბაში დათრეული უნიტაზი. Yes. Yes. Yeah. Yes. Are you from Panama? I'm from Colombia. Colombia. We've been to We love Colombia as Colombia. well. Yes. In Cartagena. Okay. Medellin. Yeah. Where you were? We have a record, so we came here. ერთი საძინებელი, 4 საძინებელია, მოკლედ. 4 საძინებელია. მაგრამ აი ყველგან აი კედელი როა, ეგ გაქვს ხედი ყველგან ვაფშე ბასეინიდანაც, საძინებლიდან, მისაღებიდან.
ესეც ვითომ ვიძია, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან გოიმური იავის რა არის. რაღაცა ოქროსფერებში და ბანზი უნიტაზები და აბაზანა. აქედან რაღაცა ვითომ master bedroom-ი. გარდერობი. აღაშეო. $22,000 სახლი ნაღდათ არის თოში. ელენე მოგვიყვანა რაღაც გოიმურ სახლში რა. სახლი $22,000-ათო და $2,000 არ გადავიქნიდი მაგ სახლში თოში. არა. დასვენების დღეა. მაგრამ უბანი კაია. კარგი უბანია. ეს არის ყველაზე ლაქსერი უბანი. აი დაათვალიერეთ როგორი უბანია თვითონ. ეხლა აქ მოღრუბლულია, თორე ბევრად უფრო ლამაზი იქნება და ცისფერიც არ ყოფილი იყო, მაგრამ პირდაპირ Buenas. Son residentes. No, visitante. We now go. PH 75. Ok. Mhm. ¿Lo puede grabar, disculpe? Okay. ყველგან არის დაცვა, ძალიან უსაფრთხოა, ბალახს კრეჭენ, მოკლედ და თან პირდაპირ პუნტა პასიფიკოზეა ჩვენს ძველ უბანთან, რომელიც ძალიან ახლოს არის ყველაფერთან და არის ყველაზე კარგი უბანი პანამა სიტიში. მაგრამ $22,000 იღებს აქ სახლის ქირაობა და პანამის მეორე სახელი რა არის? უმავიწლება გუგა აფიორა, ხო? აფიორა ქვია პანამას, როგორც ქვეყანას სადაც სახელი. აი, ეს არის ახლა ვისიც იყო შიგნით რო ისა, იმენა აფერისტი იყო რა. არა, ეგ არის იყო, მაკლევი იყო. ხო? ეგ არის იყო, მგონი პრობლემა. არა, ვიღაცა იმი ბოშის $22,000 აკიროებს სახს და ბოშის ტექნიკა. ხო, წარმოიდგინეთ, ბოშის ტექნიკა ჩვენ დავტოვეთ გასაქირავებელ სახლში და საბადან ჩამოტანილი უნიტაზი. და იცი კიდე რა შევამჩნიე? როცა კარგ რემონტს აკეთებ, არასდროს არ ზოგავ სახელურებზე და ეგეთ რაღაცეებზე და ჩინური იყო რაღაცა იაკიო თუ რაღაცა, ანუ აი შექმნილი იყო შთაბეჭდილება, რომ ვითომ ლაქშერია, მაგრამ ამ კუნძულზე ყველა ნებისმიერი სახლის მინიმალური ფასი არის $20,000. არა აქვს მნიშვნელობა შენ ახლა მარმარილოს ხარისხს შეუმოწმებ თუ არა, ეგეთი ფასი არის და კონკურენტებიც არ ყავთ. მოკლედ ეს არის $22,000-იანი თვეში. სახლი 1050 კვადრატული Versace-ს აუზით. არც ერთი ოთახიდან ხედი არ ქონდა. და თითქმის ერთ თვეში იხდიან ადამიანები იმდენს, რამდენსაც ჩვენ ვიხდით 2 წელში ქირაში და ჩვენ მაინც ქართველები ვართ და დიდად ქირაში ბევრი ფულის გადახდის არ გვწამს, ხო? არა, მე გადავობი, ნუ თუ რაღაცა ეხ შეიძლება ჩამოხვიდე და ერთი თვით რაღაც სამეგობროსთან ერთად, მაგრამ ამას არ იქირავო. ჩვენი სახლი პუნტა პასიფიკოზე ბევრად კაი სახლი იყო, უბრალოდ პატარა იყო, ამასთან შეიძლება 4 საძინებელი და რა ტექნიკით და იმით და ხედით. ტექნიკა იყო, ხედი კაი ქონდა, მაგრამ სახლი ესჯობდა ეხა ცალსახად. რა სახლი ოქროსფერი ბანძი გოიმური რაღაცა. ხო, ნუ ის თეთრი ნაცრისფერი იატაკი იყო საშინელება. აქ ძალიან ცუდი რემონტებია საერთოდ რო იცოდეთ, აი ისეთი რა რაღაცა მინდა ვიყო შეიხი რემონტებია და უხარისხო. ეგეც თუ აკეთებ ხოლმე, როგორც ემირატებშია და საუდის არაბეთში, მათ ძალიან ბევრიც უნდა დახარჯო, რომ ეგ შეგრძნებები ნამდვილი იყოს და შექმნა. მაგრამ მოკლედ ესეთი სტილის არის რა, high-end $22,000-იანი ლაქშერული სახლი. ეს იყო ბოლო სახლი, რომელიც განახეთ და ეხლა ნახავთ, რომელი სახლი ავირჩიეთ ჩვენ. მივდივართ ჩვენ ახალ სახლში, გასაღები უნდა გადმოგცენ, აი პირდაპირ პარკის წინ შესასვლელში ვცხოვრობთ, ეს არის ომარის პარკი. ომარი იყო ამათი
პრეზიდენტი, რომელიც ამერიკელებმა თქვეს დიქტატორიაო, მაგრამ ამას ძალიან უყვართ. ბევრ ქუჩას ხუია მაგის სახელი და ამ პარკსაც. რასაც აწყობ, როგორც აწყობთ, ისე იახია ყველაზე ყველაფერს და ყველაფერი სიმართლე არაა. ხო, ამათ უყვართ, იმიტომ რომ მისი პრეზიდენტობის დროს გადმოეცა პანამის არხი საკუთრებაში პანამას. მანამდე ამერიკის იყო და ძალიან პატივცემენ მაგიტა. მოკლედ ეს არის ჩვენი უბანი, რა ნახოთ. ძალიან საყვარელი პანამასითის ისეთი სტანდარტული უბანია და აი ეს მარცხნივარი корпуსი და ჩვენი ბროკერის ხველოდება მანქანით როგორც ხედავ. მოკლედ ვიბარებთ სიას რა არის, რა არ არის და რამე ხო არ არის დაზიანებული. ხო და მან ახლა სიას გადავუყებ. აი სულ ყველაფერი, აი სულ ყველაფერს სი. ამოწმებს კონდიციონერებს, ტელევიზორი არა. ყველაფერს მოკლედ და რაც აღმოჩნდება რომ არ მუშაობს, გამოგზავნიან ხვალ ადამიანს, ვინც შეაკეთებს. მოკლედ ეს სახლი ავარჩიეთ. ერთი პატარა ამ მყუდრო სახლია. Ორი საძინებელი აქვს. Let's Ory, see the swali closet წერტილია. from the other one. Closet. ეს თავარი საძინებელი. ახლოს არის ეს პარკუმარი, რაც ყველაზე დიდი პლუსია ჩემი აზრით. დიდრული და რაღაც ძვირიანი რემონტი არა. მაგრამ ახალია ყველაფერი. Sukta. Inventory this wall. Okay? When it Okay. fits, you put it შედარებით პატარა საძინებელი, Let's write it სადაც down. Okay. Of course, we will fix it, but just because Yes. today it's not. Okay. I saw it. თავისი სველი წერტილი აქვს. Yeah. მოკლედ პატარა და ისეთი ფასთან შედარებით ყველაზე ნორმალური არჩევანი ეს იყო ჩემი აზრით. და ხო, რავი. პატარა და მყუდრო სახლია. Okay. The bathroom. უბანია ყველაზე დიდი პლუსი ამ სახლის ჩემი აზრით და ის რა, ახალი რემონტია რა.